მე ვარ ნინო ბაქიძე, 2002 წლიდან მუშაობ არასამთავრობო ორგანიზაციაში კონსტიტუციის 52 მუხლი. ვარ ორი პროექტის კოორდინატორი, ასევე ვარ იურისტი, პრაქტიკოსი ადვოკატი, თუმცა ჩემი საქმიანობის ძირითად მიმართულებად მაინც უკვე წლების განმავლობაში რჩება ქალთა უფლებების დაცვა საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში, რაც მე ამ ორგანიზაციაში საქმიანობ, ძალიან ბევრ ქალთან მომიწია ურთიერთობა. პრობლემა მქონდა მემკვიდრეობის მიღებასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში. და გადავწყვიტე მიმემართა რომელიმე ორგანიზაციისათვის. დიდი დახმარება აღმომიჩინეს 52 მუხლის იურისტებმა, ვინაიდან ადვილად მოახერხე ჩემი ქონების ჩემს სახელზე დარეგისტრირება. საზოგადოებაში ჩამოყალიბებულია სტერეოტიპი, თითქოს და მამაკაცი დომინანტ მდგომარეობაში იმყოფება საზოგადოებაში, რაც უკვე ქალბატონებს ართმევს სტიმულს იბრძოლონ თავიანთი უფლებებისათვის და ხშირად ეს ხდება სწორედ მიზეზი იმისა, რომ ქალი არ ცდილობს დაიცვას თავისი უფლება. თუ რაში გამოიხატება კონკრეტულად ჩემი მათთან დახმარება, ეს არის შეხვედრები, კონსულტაციები, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება თავიანთი უფლებების შესახებ, თუ როგორ უნდა მოახდინონ მან თავიანთი უფლებების დაცვა და რეალიზება. მიმაჩნია, რომ საზოგადოება, რომელშიც თუნდაც ერთი ქალბატონის უფლება არის დაუცველი, თვითონ უქმნის თავის თავს პრობლემებს. თუმცა ამავე დროს იმედს გამოვთქვამ, რომ დროთა განმავლობაში ეს პრობლემაც მოგვარდება და საქართველოში ყველა ქალბატონის უფლება იქნება დაცული.